Israeli თუ სახკარო ბავშვებს მოახლოებული ზამთრის წინ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ 1500-ზე მეტი ეგრეთ წოდებული ქუჩის ბავშვი გამოავლინა. ეს იმ პირობებში, როდესაც თბილისში მათთვის განკუთვნილი ერთადერთი სადღეღამისო თავშესაფარი მხოლოდ 40 ბავშვზეა გათვლილი. Როგორც ცხოვრობენ მიუსაფარი ბავშვები თბილისში, ჩვენი რეპორტაჟი დედაქალაქის ქუჩებიდან. ზუსტად 4 წლის წინ 2008 წლის ნოემბერში ჩატარებულმა კვლევამ საქართველოს 4 დიდ ქალაქში ქუჩაში მცხოვრები 1600-მდე ბავშვი გამოავლინა. თუმცა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, ასეთი ბავშვების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. მთავარი მიზანი არის, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რეაბილიტაციისთვის შეიქმნას სისტემა და ეს სისტემა, რომელსაც ეფექტურად დაინახავს ბავშვს, მოიპოვებს ამ ბავშვის ნდობას და სხვადასხვა მომსახურების საშუალებით მოახდენს ამ ბავშვების რეაბილიტაციას. პრობლემის მოსაგვარებლად ევროკავშირმა საქართველოს 750.000 ევრო გამოუყო, რომლის მეშვეობითაც გაეროს ბავშვთა ფონდმა სპეციალური პროგრამის განხორციელება დაიწყო. პირველ ეტაპზე ინფრასტრუქტურის მომზადება და მონაწილეთა დატრენინგება მიმდინარეობს. საპილოტო პროგრამის ამუშავების შემდეგ კი სფეროს მართვასა და დაფინანსებას მთლიანად სახელმწიფო გადაიბარებს. ეს იქნება სისტემა, რომლის დაფინანსების ვალდებულებას იღებს სახელმწიფო. 40 ბავშვზე გათვლილი გლდანის ბავშვთა გამონაწილებლის ბაზაზე არსებული კრიზისული ცენტრი დღეს დედაქალაქში მოქმედი ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც უსახლკარო ბავშვებს ღამით დარჩენა შეუძლიათ. ქუჩაში რო ნახავენ ბავშვს, პოლიციას მოყავს. დაწესებულების აღმზრდელი აქ უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მისი თქმით, ბავშვების ნაწილი ცენტრში მოყვანის შემდეგ მალევე გარბის. თუმცა ისეთებიც არიან, ვინც აქ უკვე წლებია ცხოვრობს. ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ ბავშვი სახლიდან გამოპარულა და ისევ მოსულა აქ. მაგრამ არის ისეთი სიტუაცია, რომელიც შემოდის, შემოყავთ, მაგრამ ისინი იმდენად არიან ქუჩაში მიჩვეული, აი ამ მათხოვრობას, აი ამ სიტუაციას, რომ გარბიან მაინც. ეს არის, როგორც გითხარით, პრიორიტეტული მიმართულება და სახელმწიფო თავიდან მოედით თავის თავზე აიღებს ამ საკითხის დაფინანსებას. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფომ ეგრეთ წოდებული ქუჩის ბავშვების მიმართულებით პოლიტიკის განსაზღვრა და სტანდარტების შედგენა ცოტა ხნის წინ დაიწყო. უნდა მოხდეს ჯერ ამ ბავშვების იდენტიფიცირება, მათი რაოდენობის დადგენა, უნდა მოხდეს მათი ჯერ 24 საათი ჯერ დღის ცენტრის მომსახურებებში ჩართვა, შემდგომ სპეციალიზირებულ თავშესაფრებში, ანუ 24 საათიან მომსახურებებში შესვლა, ხოლო შემდგომში მათი გადასვლა ან ბიოლოგიურ ოჯახებში, ან იმ მომსახურებებში, რომლებიც ბავშვის ზრუნვის სისტემის ფარგლებში უკვე არსებობს. სამინისტროს განცხადებით პირველი შედეგები დაახლოებით 6 თვის შემდეგ გამოჩნდება.